ბოლო 30-40 წლის განმავლობაში მხოლოდ 3 ადამიანი დედამიწაზე იყო დადანაშაულებული ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაში. ეს იყო სადამ ხუსეინი, ეს იყო მუამარ კადაფი და ეს იყო ბაშარ ალ-ასადი. სადამ ხუსეინი გახდათ ერაყის ხელმწიფე, ასე ვთქვათ, ის დაადანაშაულეს, დააპარტიმრეს და ჩამოახჩეს და განაჩენის მთავარი შემადგენელი სწორედ ეს იყო. დანაშაული კაცობრიობის წინაშე ქიმიური ნივთიერებების გამოყენება. მუამარ კადაფი, ლიბიის ლიდერი, რომელიც ასევე აჯანყებულებმა შეიპყრეს და მოკლეს, იქაც დადანაშაულება ეს იყო. ბაშარ ალ-ასადი, სირიის ხელმწიფე, რომელიც ასევე დაადანაშაულეს ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაში და მან მოახერხა გაქცევა და იმალება დღეს რუსეთში და როდესაც დასავლეთი ვიღაცას ადანაშაულებს ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაში, ეს არის კაცობრიობის წინაშე დანაშაული. ამაზე დიდი დანაშაული არ არის და აქ ყოველთვის თავდება სიკვდილით, უვადო პატიმრობით და როდესაც დასავლეთი ვიღაცას ასეთ ბრალდებას უყენებს, ეს არის უკვე ღია ომის გამოცხადება, ომისა, რომელსაც აღარ აქვს კომპრომისების არანაირი კომპრომისი აღარ არის. შემდეგ, ყოველთვის როცა ასეთი დადანაშაულება ხდება, ყოველთვის არის 200 ორგანიზაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ გამოყენებული იქნა ქიმიური ნივთიერებები და 200 ორგანიზაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ არ იყო გამოყენებული. და სინამდვილეში, რაოდენ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, აღარ აქვს მნიშვნელობა, იყო გამოყენებული თუ არ იყო გამოყენებული. აქ თავარი სხვა რამეა, რომ ბრალდება წაყენებულია, ეს არის ღია ომის გამოცხადება, დასავლეთი ეუბნება იმ ადამიანებს, დამთავრდა, შენთან აღარაფერი მოლაპარაკეები, ღია ომია, შენ დაგიჭერ, დაგაპატიმრებ, დაგვრიტავთ. დამთავრდა აქ. ეხლა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ზუსტად ამ ვითარებაში ვართ. დასავლეთმა ჯერ BBC-მ დაიწყო ეს. BBC არ არის არც ტელეკომპანია იმედი, არც ობიექტივი, არც TV პირველი. BBC ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მე მგონი ყველაზე დიდი საერთოდ ტელერადიო კომპანია მსოფლიოში და როცა BBC ასეთ ბრალდებას აყენებს, ეს აღარ არის ხუმრობა. ამას მოყვა ის, რომ ჯერ გაეროს ერთმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, მერე მეორე მოითხოვა გამოძიება, ეს პროცესი აღარ გაჩერდება. ღია ომი გამოცხადებულია და ნათელია, რომ ამის უკან დგანან დასავლური სახელმწიფოები. ამ ხელისუფლებას არავინ აღარ დაინდობს. თავად ბატონი პრემიერ-მინისტრის, თავარი ვეზირის განცხადებები იყო ბუნდოვანი. ჯერ თქვა, რომ რაღაცა ქიმიური ნივთიერებები შეიძინა იქ ვანო მერაბიშვილის სამინისტრომ. ვერ უპასუხა, რატო არაა განადგურებული. მერე თქვა, რომ რაღაცა გამოიყენეს, მერე თქვა, რომ არ გამოუყენებიათ, მერე თქვა, რომ საერთოდ ვერ გავიგეთ გამოიყენეს თუ არ გამოიყენეს. მე პირადად ერთ რამეს ვამბობ, მე ვიცნობ ვახო გომელაურს და დარწმუნებით ვამბობ, რომ ის ამაზე ხელს არ მოაწერდა, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ რომელიღაც განყოფილების გამგემან ვიღაცამ რაღაცა ერთი გააკეთა კიდევაც. თავარია რომ ივანიშვილმა გააცნობიეროს, ისეთი ბრალდებაა წაყენებული, რომლის მოხსნა აღარ იქნება ეს ღია ომია და აქ დაუშვათ იგივე არაბი პარტნიორები. აბუ-დაბის აშენება რო უნდათ აქ, რომლის იმედი აქვს ივანიშვილს, რომ დაეხმარებიან, ვერ დაეხმარებიან. ვერ დაეხმარებიან. ამერიკაში ვერ დაეხმარებიან. ეს არის ბრალდება, აუცილებლად, რაც არ უნდა ეხა კობახიძემ თქვას გამოვიძიე და არაფერი არ მაინტერესებს, აქ მე გეუბნებით. წინასწარმეტყველებ მინიმუმ 10 კაცის, 12 კაცის პასუხისგებლობა დადგება და ეს პასუხისგებლობა ჰააგამდე მივა. და ივანიშვილმა, ხელმწიფე ივანიშვილმა ეს უნდა გააცნობიეროს და რაც შეიძლება დროულად უნდა განთავისუფლდეს იმ ვეზირებისგან, ამ შემთხვევაში კობახიძისგან, რომლებსაც პასუხისგებლობა აუცილებლად იქნება, იმიტომ იცოდენ, არ იცოდენ, პასუხისგებლობა ეგეთ შემთხვევაში ყველა ვარიანტში არის. ეს უნდა გააცნობიეროს, რაოდენ საშიში ვითარებაა. კომპრომისი აღარ იქნება, თორე რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენთვის ფასეულია და არც ერთ შემთხვევაში ჩვენ საერთოდ არ შეიძლება მიგვაჩნია, რომ თუ ვინმე მართლა რამე გამოიყენა, პროვოკაციაც თუ იყო, სასტიკად არის დასაჯელი. არავის არ აქვს უფლება ქართველი ახალგაზრდების თუ არა ახალგაზრდების მიმართ რაღაც ქიმიური ნივთიერებების გამოყენებისა.